შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალშვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა. მინისტრი 8 შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას ესტუმრა და დედის დღე პირადად მიულოცა. მინისტრის ბრძანებით მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება. შორენა თოფურიას ერთ-ერთ შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სწავლა სრულად დაუფინანსებს. ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც. სრულწლოვან შვილებს კი საშუალება მიეცემათ შემდგომში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიარონ. შორენა თოფურიას საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე მინიმალური ანაზღაურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება შესაბამისი წოდების მინიჭებაზე. მე გამოვაცხადე, რომ ესე იგი მრავალშვილიანებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ქალბატონის შორენა მე აღმოაჩინე ძალიან გამიხარდა, როდესაც აღმოაჩინე, რომ ამ ადამიანს ყავს 8 შვილი და სამწუხაროა, რომ ის წლების განმავლობაში არ იყო სათანადო დაფასებული. მე ასევე სარგებლო შემთხვევით და მივულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, რომ იყვნენ პირველ რიგში ჯანმრთელები, ბედნიერები და მრავალი შვილი გაზარდონ. ფიქრობ, რომ ეს არის უბადლო ნიმუში სახელმწიფოებრივი აზროვნების, როდესაც ასეთი რანგის სახელმწიფო მოხელე მოდის თავის რიგით თანამშრომელთან და უნდა რომ მასთან ერთად დღესასწაულის სიხარული გაიზიაროს. დიდი მადლობა მას ამისთვის და ვფიქრობ, არც ერთჯერად იქმედება არა ეს მისი მხრიდან